ვიგავ ერთი ძამი? აჰა, მოდი. 100% ჩართული. შევწყობ. ხო. შენ არ მოდი ხარ? ერთსაც დავტესტავ მაინც ხმა თუ მოდის. ყველა არ ვილავარაგოთ ამდენი. შენ თქვი რამე? 1-2-1. რაც უფრო მეტ პოზიტივს გავცემთ, უფრო მეტი პოზიტივი დაგიბრუნდება. სიტყვით ესაა ჩვენი ბლოგი ერთხელ ამერიკაში სახალისო განწყობით. ხო. ჩემი სტუმარია ავთანდილი, პირველი პოზიტიური ადამიანი. აბა მოკლე 9 კითხვა. პირველი გააცანი თავის ჩემს მაყურებელს. მე ვარ ავთანდილი საგარეიშვილი, სამტრედიიდან. სასიამოვნო. საქართველოში ვიყავ დაკავებული ხელოვნებით, კერძოდ მუსიკით. შვენიერი მუსიკა და ტრაკი, კი ბატონო. საერთო საქმე. მითხარი ტრაკის 3 დადებითი და 3 უარყოფითი მხარე, რაც ამ პროფესიაში მოდის მძღოლზე. უარყოფითი დავიწყოთ დადებითით. დადებით ჯობია პოზიტიური განწყობა. პოზიტიური, ხო? პირველი დადებითი. სტაბილური შემოსავალი. მეორე დადებითი. ყოველდღე უცხო რაღაცა, უცხო. ყოველდღე ერთნაირი არ არის. რაღაცები. სირთულეს გადალახვა? კი ბატონო. და ჩემი აზრით ვფიქრობ თუნდაც პროფესიული ზრდა. შვენიერი, მიღებულია სა. პირველი ნეგატიური, ესე იგი, რასაც ვიტყოდი, ოჯახის წევრებთან არ ყოფნა, სახლში არ ახარ, ყველაფერს მოკლებული ხარ, ძირითადად ქუჩაში. ეს არის შენი სახლი, კარი, ყველაფერი. ეს არის პირველი უარყოფითი. ოჯახთან და ახლობელ ხალხთან, ასე რომ ვთქვათ, ნაკლებობა არ ყოფნა. მაგრამ ეს მესენჯერი და სოციალური ქსელები და ტელეფონები გვეხმარება, რომ ყოველდღიურად 10-20 ჯერ ვესაუბროთ, მაგრამ აი პირადი არ ყოფნა, ხო. მეორე უარყოფითი, არა ჯანსაღი ყვება პირველ რიგში. ასე ვიტყოდი, არ არის ჯანსაღი ყვება, ვინაიდან ვერ ამზადებ და ვერ შვები. ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რაღაც ბოსტნეული რაღაც, მაგრამ არა ჯანსაღი. ეს მესამე უარყოფითი, რასაც ვიტყოდი, ყოველდღიური საფრთხე. პირველი, ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება ამ საქმეში, თქვა დადებითი და თქვა უარყოფითი. ყოველდღიური ხიფათი. ყოველდღიური ხიფათი, არ ვიცით სად ვიძინებთ, არ ვიცით სად მივდივართ, არ ვიცით სად მოვდივართ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები, მივდივართ და არ გვიხდიან და იარაღით გამოკიდებები და რაღაც მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ვცხოვრობთ, მაგრამ მაინცა მოხდება ადამიანი მიჩიგანში. კი, მიჩიგანში. კომისენი ბლოგი? აბატონო. შვენიერი მიღებულია 3 უარყოფითი დადებითი. მუშაობის დაწყებიდან დღემდე ამ მომენტამდე რამდენი მაილი გაქვს გავლილი და რამდენს აპირებ იდეაში ისტორიაში სანამ იმუშავებ ტრაქს? გზაზე ვარ 3 წელიწადია და რო გითხრათ კვირაში 5000 მაილი რა და ხა 3 წელიწადში რამდენი კვირა იყო? 3 წელიწადში თვეში 20000 მაილი, დანარჩენი იანვარში. 20000 გავდივარ თვეში, კი, თავისუფლად. უცაგებია ბატონო. გაუჩერებლად რამდენი მაილი გივლია? ნოსტა. გაუჩერებლად? ხო. შეიძლება რესტომი და რაღაცა ყოფილა. დრონერი გითხრა 1400 მილი. უკვე გამოლილი გა. კი, გუშინზე. და აგზელებ 10 ალბათ 1-500. არა, სულ გაუჩერებლად, ვაფშე რო არ გავჩერებულმა? არა, გაჩერებას გულისხმობს სანამ დაიძინები. 1400 მილი, რაც გუშინდან დღემდე რა და შენთან ერთად გავჩერდი აი. გასაგები. რა რჩევას მიცემდი? ხალხს ვინც ტრაქზე ანაწი იწყებს, ან მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა, შენგან ავთანდილის მხრიდან რა იქნება? ჩემი პირველი რჩევა. მაქსიმალური პოზიტივით განწყობა სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ რთული პროფესიაა, რთული სამსახურია, მე ტრაილერის ზღოლი გავხდი ამერიკაში, ცოტა შეცასე, ხო? ყველა ხო, მუსიკოსი და ფანდური მანქანაში დავისწავლე და პირველ რიგში უსაფრთხოება. უსაფრთხოება, პირველ რიგში უსაფრთხოება, დაკვირვება მაქსიმალური და მაქსიმალური პოზიტივი. სამსახური უნდა გიყვარდეს. მე რო ოჯახიდან გამოვდივარ, მე ვფიქრობ იმაზე ვარ და მოტივირებული ვარ იმაზე, რომ მაქსიმალურად დადებითად და კი ის წეღან აღნიშნე მონატრება ყველაფერი, მაგრამ იმას ვცდილობ მაინც რომ ერთი მეორეზე რაღაცა ხო და ამას ამ რჩევას მივცემდი რა რომ შვენიერი. ერთი კითხვაც ფოლოვერები გამომწერებიდან რამდენს გამოდიხარ ძმა? უნდა ისახი. შენ რა ფერ ვიტყარი მაშინ გამოდისო. გამოდის. რა ვიცი, გამოვდივარ, კი, არა უშავს. არ უჩივით რა, უნდა დავაკონკრეტოთ. შვენიერი. ბოლო კითხვა რა კითხვას დაუტოვებდი შემდეგ სტუმარს ვინც მეყოლება? რა გინდა რომ დაუსვა? ჩემზე დაუსვი კითხვა. აი, ბაზარი არა. რატო იცი? ძალიან ბევრი მიცნობს Facebook-იდან.
და კითხე, ვინ არის ეს კაცი? როგორი კაცია? სტასიამოს მაინტერესებს იქნება სხვის გადასახადები. კი, მაინტერესებს სხვისგან რა სიტყვია. всё, ეს იყო ჩვენი ბლოგი აგური. იარეთ წარმატებით და აი ხარ. ხეირი ნახეთ ყველა. ესე იგი, ეს არის ჩემი გასართობი ბლოგი და ვინც კი გადამეკვეთებით გზაზე, ქართველები, ვისაც სურვილი გექნებათ, თავის დიდი სიამოვნებით დაგისვამთ ერთ 9 კითხვას, 10 კითხვას ამ პროფესიასთან დაკავშირებით, ამის გარშემო. აბა ყველას წარმატებები. ეს იყო ბლოგი ერთხელ ამერიკაში. ჩემი სტუმარი იყო ავთანდილ საგარეიში.